დღეს მოვამზადებთ ქართული გასტრონომიის სავიზიტო ბარათს საწებლების კუთხით ტყემალს. ტყემალს გამოარჩევს, რა თქმა უნდა, ომბალოს გარეშე ტყემალს ფასი ეკარგება და ეს ომბალო და ტყემლის ვარიაცია ერთობლიობაში ქმნის იმ სავიზიტო ბარათს, რითიც ვართ მსოფლიოში უნიკალურები, ერთადერთები ამ საწებლის კუთხით. ტყემალი არის ჩვენი, მხოლოდ ჩვენი. ეხლა როგორ ვამზადებთ, თან გაზაფხული არის და თან აი ახალი ტყემალი, როგორ გამოიყურება, ჯერ კურკაც თხელი აქვს შიგნით. ამ ახალ ტყემალს კიდე სხვა გემო და სხვა ფასი აქვს. მერე კიდე რო დამტვირთდება და გადიდება, კიდე სხვანაირ გემოს ვიღებ. ეხლა მთავარია რომ ჩავადგათ ტყემალი, მოვხარშოთ და ამასობაში მერე მწვანილებს გავატარებ, რაც ჭირდება ტყემალს, რომ ტყემლად იქცეს, უნიკალურ ტყემლად. ტყემლის საწებლის მომზადებისას თავარი გმირი არის ომბალო. ომბალო არის უნიკალური ბალახეული, რომელიც უნიკალურ გემოს აძლევს ტყემალს და ცოტა დაუფასებელი მწვანილის მგონია, იმიტომ რომ ომბალოს გამოყენება ბევრ პროდუქტში შეიძლება და უფრო ქართულ ხაზგასმით, ქართულ გემოს მივიღებთ ნებისმიერ კერძში მისი დამატებით. ეხლა გამოვატარებ, თავარი რა არის? ქონდარი, ქინძი, ცოტა მაკიდო, ანუ ოხრახუში, ცოტა ცერეცო და ბევრი ნიორი და ხრეში მარილი. ხრეში მარილი უკვე უშუალოდ რომ მოიხარშება და გავცრით ტყემალს, მერე უნდა დავამატოთ ხრეში მარილი. აი, თქვენც მივხვდებით, გაჩვენებთ ხრეში მარილი რომელია. დავიწყოთ ომბალოს გამოტარებით, ან შეგიძლიათ დანაყოთ, ან გამოატაროთ ხორცის საკებ მანქანაში. მე ამ შემთხვევაშიც და ზოგადად მირჩევნია ხორცის საკებ მანქანაში გამოვატარო. გრამაჟობას ყველაფერს გამოვატარებ და თან გეტყვით. რაც შეეხება ზუსტ პროპორციას, 2 კილო ტყემალი გვაქვს ახალი იხარშება ეხლა და 2 კილო ტყემალზე ჩვენ გვჭირდება 200 გრამი გასუფთავებული ომბალო, 200 გრამივე ქინძი, კაკალი ქინძი უხდება ძალიან. გურიაში ცოტა მოიკოჭრებს ამინდებიდან გამომდინარე, რომ იკაკლოს ჯერ, მაგრამ მალე იქნება და ვისაც ხელმიგიწვდებათ კაკალი ქინძი ჯობია ყოველთვის, აკაკლებული, ასე ვთქვათ. მაკიდო, ანუ ოხრახუში 80 გრამი, ნახეთ ცერეცო დავამატე 2 ცალი, ეს 20 გრამი იქნება და ახალი ნიორი, ესეც ჩავთვალოთ 10 გრამი, 20 გრამი. ასევე, რა თქმა უნდა, მწვანე წიწაკა, 1 ცალი მწვანე წიწაკა დავამატე და 15 ცალი გარჩეული ნიორი დავამატე ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ჩემი ბატონი. სიმბოლურად ქონდარიც ჩავამატე ესეთი ფოთოლი 1 ცალი. ამას ეხა ამ ყველაფერს მასას დავამატებ, რომ მოიხარშება ტყემალი და გავხეხავ იმ წვენს დავამატებ, ხრეშმარილს დავამატებ და უკვე მერე გავსინჯავ გემოზე თუ რამე დამაყდა ან მეზედმეტ და გადავახალისებ ისე რომ თქვენს გაგაგებინებთ მაგას აუცილებლად. ამას დრო ჯერ კიდე უნდა, ამასობაში სანამ მოიხარშება მე ჩავალ ბადიშთან, გიორგი ჩხაიძესთან, გაგაცნობთ ახლოდან ძალიან კაი საქმეს აკეთებს, მერე ჩემ ბიძაშვილთან გამოვივლი, ახალ კარტოფილს წამოვიღებ, იმიტომ ახალი კარტოფილი და ტყემალი ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია ვერავის და ტყემალს თან ყურადღებას მამაჩემი და ბიძაჩემი რჩებიან სახლში და მიაქცევენ კიდევაც. ეხა ბადიშთან წავალ.
ეხა მე მოვედი გიორგი ჩხაიძესთან, გურულის სუნელის წარმოებელი არის და მინდა თან ახლდან გავიცნო და თან მაგარ საქმეს აკეთებს. გურულის სუნელის წარმოება ეგეთ მარტივი ამბავი არაა და მინდა რომ გავიცნო ახლდან და თან წამოვიღო სანამ ტყემალი მოიხარშება. მასპინძელო! არავინ არ ჩანს და. გაუმარჯოს გიო. შორიდან კი გიცნობ, მაგრამ გამიხარდა რომ ახლოდანაც გაგიცან. მოკლედ მაგარ საქმეს აკეთებ. როგორც ვიცი, აგერ კი მომწერეთ, თქვენი გამომწერი ვართო და მაგაზეც დიდი მადლობა. ინსპირაციას ვიღებ თქვენ გადაცემიდან და ძალიან რა ვიცი. დიდი მადლობა და კაია რომ შენც ისეთ ეპიზოდი იყო მაგარი. რა მოგეწონა? ბევრი რამე ხინკალი ზოგადად ხო იცი. კეჟერაზე მითხარი 1-2 სლო. კეჟერა, ახლა კეჟერა ისე გვიყვარს გურულებს ყველანაირი ვერსია ვიცით რა ხო და კეჟერაც კაი იყო რა. მაგრამ ხინკალი უფრო გესია მოვნა. ხინკალი კი. კაი, მე ამოდი ჩემთან, მე გეპატიჟები ხინკალზე მაშინ. ეხა ერთი მომიყევი შევიდეთ შენთან და რასაკეთებ? კი ვიცი ესე შორიდან გქომაგობ მოკლედ სოციალურ ქსელებში და რასაკეთებ? ხა ახლოდანაც ვაჩვენ. შეხებათ ყულა ქაქანებ. არა. გურულები ყულა არ ქაქანებთ, ხო იცი? ერთი შენ მითხარი შენ გურულს სუნელზე. მე კი გავკივი ვარ სულ გურულის სუნელი არის უმაგრესი პროდუქტი მეთქი გურული და მსოფლიო პროდუქტი მეთქი მას მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ შენ უფრო ამ გათვითცნობიერებული ხარ და აწარმოებ მაგარ საქმეს აკეთებ და მოყევი ერთი გასაკეთებ. გურულს სუნელზე კი, კაი იქნება, იმიტომ გურულს სუნელზე გული მწყდება რომ არ არის რა, ცნობილი რა, პოპულარიზებული არ არის და მარკეტებშიც არ ხდება. ერთადერთი მე მგონი მე ვარ მარტო, ერთადერთი ბადიშის სუნელია, ვინც ქსელურ მარკეტში შეიტანა რა. ადრე იყო წლების წინ, მაგრამ მე რატომღაც ვერ გაქაჩეს რა. და გურულის სუნელის უნაკლობა იმაში არის, რომ ეს ინაყება ძირითადად და ჩვენი არის ბებიის რეცეპტი, ბადიშიც იმიტომ დავარქვი, რომ ბადიში გურიაშვილის ნიშნავს და ბებიას ინსპირაცია იყო ამ ყველაფერზე და ჩვენი ბახმაროს წვანილი, ჩვენი მოყვანილი თხილი, ნიორი, ჩვენი ყველაფერი. ბახმაროს წვანილი რითი განსხვავდება? უნიკალურია, ჯერ გემოვთვისებებით უფრო მაღალი იზრდება, ღეროებიც. მაგრამ მაგას როგორ ასტანდარტებ ხა? როგორ აიცი? შეხო წარმოებაზე ხარ გადასული. კი, მაგრამ ჩვენი აიც ამ ბევრს არ ვაწარმოებთ რა, ცოტა გვაქვს, მაგრამ ხარისხზე ვმუშაობთ რა. კრაფტ. კი, ეგრეა. გურულის სუნელი. აუ, და რა მაინტერესებს იცი? ამაში ახლა ოდნავ ძმარია გაზავებული, იმიტომ რომ სუნელებს რა მაინტერესებს? მე ვიძახი, რომ ორიგინალი, ავთენტური ვერსია არის, აი ნედლი თხილისგან დანაყილი და კაკალი ქინძი უნდა იყოს უეჭველი. კი, ნედლი თხილითაც ძალიან გემრიელია, მაგრამ ბებია როგორ მასწავლიდა, ახლა გეტყვი, ჭაძე მიაყოლე, ესე ჩვენი სიმინდია, ქვილი და ნახე რა თეთრია. და ბებია როგორ გვასწავლიდა, იცით? აუ, გეხვეწები, ეს ამაზე მიაყოლე. ეს არის სპეციალური ჭადის აჯიკა ტყემალზე რა. მოიცა კომს მოხდა. დარიოსა? ეგა ტყემლით. ისა გურული აჯიკას ეძახია. ტვილი აჯიკა? აი აჯიკა და გურია თუ გაგახსენდება, ამ აჯიკაზე გაგახსენდება. რაღაც სახელი უნდა შეუცვალოთ და აჯიკა აღარ დავარქვათ. ესე ტყემლით კეთდება ძირითადად რა. ცოტა მომჟავო, მოტყუა, აი გურული ხასიათივით. და სუნაზე გეუბნები რომ გურული კაცის ხასიათივითაა თუ ქალის? ეგა მნიშვნელობა ძალიან დიდი სხვაობა. ალბათ ქალის. ხო, სუნელზე მომოვდი რა, ბებია მასწავლიდა რომ მაგალითად ის ნედლი თხილი წყლად გადიოდა და ამიტომ ბებიას ჰქონდა გადანახული ხმელი თხილიც და ხმელი თხილითაც ვაკეთებდით. მაგრამ მე არ ურევდით, ცალ-ცალკე ვაკეთებდი, ისიც ჰქონდა და ისიც რა. მაგრამ მე კაკალი ქინძი არის მთავარი გმირი ამ იმაში. კი, მაგრამ მე მაინც ყვითელი ყვავილი მგონია. ყვითელი ყვავილის ქინძიც კი, ორივეს ფოთოლიც ფოთოლიც და წვანეღერო, ხო? ხო, ღეროც, ფოთოლის ჯოლება და ყვავილიც, ორივე ზარგემრიელი. მან კიდე საიდუმლო ინგრედიენტებია, მაგრამ ეგ კიდე ბებია მასწავლებს საკე, რომელიც გურულს სუნელში. კი. ტექნიკა თუ ინგრედიენტი? საიდუმლო. ინგრედიენტიც და ტექნიკაც რა. ვა. ძალიან კაი. არ გათქვა. ვიცავთ. არა, უნიკალურს ხდის მე პროდუქტს, როდესაც არის რაღაც ის. ეს კეზე პამიდორზე რავი აკვდება რა. კი, მაგისთვისაა მე მგონი შეგნელი. კი. თან ძალიან ცხარეც არ უნდა იყოს.
და მარილი უხდება, ამიტომ კიზა პამიდორზე რო წაუსმე, ცოტა მარილი უნდა იყოს რა, თან ინახავს კიდე პროდუქციასაც, იმიტომ ჩვენ ამაში დანამატებს და რამეს არ უშვებით არა. მაგრამ გამძლეობის თვალსაზრისით? მაცივარში თუა შენახული, სადაც 3 თვემდე ხაჩავს რა. და მაგიტო უჭირთაც რა ზოგს წარმოებლებს, რომ მე მაგალითად ხშირად მიზარალია კიდე 2300 ლარის გადამიყრია რა, იმიტომ ვადა გაუვიდა, ვერ გაიყიდა და გავიფუშტ. ზოგმა კიდე მაღაზიაში მაცივარში არ შემინახა, ვეუნები მაცივარში უნდა შეინახო, არ დაიცვა, ვიზარალი, მაგრამ რაღაცა იდეა გითხრა? კი. უხცებ დამება და ესეთებში კი არ გამოუშვა გურულის სულელი. ასეთებში მოკლედ. არც ეგეთებში. ნათალი ჩიქარუარი, ხო იცი? ეგ რაღაცნაირად დაასწრაფა, რომ ფათაშოს ადრე ფიქრობდი, მაგრამ სადა ჩათლილი ნათხო, ხო იცი, ღვინოს როსვა. და იმაზე რა ქვია, ამაზე კიდე ვერცხლის ქახაც ვაკეთებ, ხო? ეგეთი ვარიანტი გინდოდა. ხო და რაღაცა მაღაზია რომ იფიქრო და ასტანდარტო მარკეტინგულად შეფუთო, მე მგონი ძალიან მაგარი იქნება. ეს ადგილზე შეიძლება ეგეთების გაყიდოს. შეიძლება მაღაზიაში ვერ გაყიდო, მაგრამ ადგილზე თან ჭიქა წაიღებ. შეიძლება ეგეთი ვარიანტი. რაღაცას გაგაჩერო ყვებოდი ბოდიში. არა, ხო, არა, ამას ყვებოდი რა. კიდე რა გავს გურულის სუნელის გარდა? გურული გემოებზე რა ეს ხოგნეშო ვაკიდე სასწაული. ეხა თან ხო კარტოფილ დღეს უნდა გავაკეთო. კიდე, ვაუჩი, კეჩუბი უნდა, კეჩუბის გემო მაინტერესებს როგორ მოგეწონება რა. თუმცა ამაზე კოლსაკე მოგცემ. მეიტამ. მანე მერთად მოვიტან, ცალკე რო არ ვიან. ეს როგორი ეს ეგავს ენჯავე გებრილი. მეც ეგ მიყვარს. ცოტა ნაზია და ბოლოში სიცხარე შემოდის რა. ოდნა. სიტყვით მიეცი? სიტყვა ზოგადად ბულგარურიცა შიგნით. ხო. პამიდორიცა და ვაშლიც აქვს, მჟავე ვაშლი, რო ცოტა შაქარი არ შეკავს? შაქარი არა რა, შაქარი ბოლოს აი დიდ პარტიაზე ოდნავ რა, კოვზებით უკეთებ, რომ სიპრიალებით კეჩუპი მაგით გამოირჩევა რა, ერთ-ერთი შემადგენელი შაქარი არის რა, შაქრის ოჯახი. და ისა რა ქვია? ესეთი უნდა იყოს, ანუ სქელი ტიპი უნდა იყოს, თუ ძალიან წვრილად გინდა, თუ ეს ხასიათი გინდა. ეს კაია რა. ანუ ეს ხო არა ქარხნული კეჩუბი არა, ეს არის სახლური რაღაცა და რაცა ისეთი. გინდა რომ კეჩუპი ერქოს, ამას რამე გურული მოვიფიქრე. გურული კეჩუბი დარიჩით. არა, რაღაცა სახელი, ისეთი ყვახე სახელი დაარქვი და იგივე. ეს ნახე? ეს არის? ეს არავი ხოგნეშოა, მაგრამ არავი ძალიან მაგრად მიყვარს. რადგან ჩემი როა არ ვამბობ, მაგრამ ეგეთი გემო იმაში რა ქვია, მარკეტში რაც საწებლებია, ეგეთი ღოგნაშო მე არ მჭამია. არა, ვერც იქნება მარკეტის sis რა ქვია ღოგნაში, იმიტომ შენ ხა ხელნაკეთი არის, კრაფტა და სხვა სულითებს აქვს და სხვა ტექნიკა. მომისე დღეს ახლა ვაკეთებ იმას, ტყემალი ჩადგმული მაქვს. ხარშავ ახალი ტყემალი უნდა იმოსვენ და კაი კარტოფილთან ერთად და სუნელი მაშინ სალათსაც გავაკეთებ, კი, რაღაც იდეა მაქვს და ღოგნაშოც მინდა, იმიტომ რომ ღოგნაშო კაი იქნება. მაგრამ ტყემას თუ აკეთებ ეს მოცვია, ისიც იყოს, ესეც იყოს რა. კიდე რა შენ ის რა ქვია კარტოფილზე, ეს თუ გინდა კერძებზეც ვარგა რა, მაგრამ ახლა კარტოფილზე ესა აჯიკა. არა, მერე და მერე გამომადგება. კი, ამას გაგატოვე, შენ ნახე როგორი არომატია, ეგ კერძებზე, აი ყველა კერძს რო უქნა ძალიან მაგარია. ყველა სუნელია თითქმის. ეს ასე საჭმელადაც ჭამენ, მაგრამ სინამდვილეში ლობიოს ამით ვაკეთებ, სოუს ამით ვაკეთებ, სუპებს ამით ვაკეთებ, აი ძალიან მაგარია რა. აი ეს უნდა გაშინჯო მაშინ კარტოფილზე და ეს ახლა მაგალითად ბევრს არ უყვარს მარი. შეიძლება ლიმონში გახსნა გურული სუნელი, ეგეც სასწაულია რა, ლიმონში. კაი ბატონო, შენ მოკლედ მე პოპულარობას გაუწევ. გაიხარე კი გურულ სუნელს და შენ ამზადე და ამზადე. მადლობა უმის. ვარში შევთანხმ. გურულებმა ვაკეთოთ ეგ გურული საქმე რა. ჩვენი მიზანიც ეგაა რომ ეს გურული სოუსები და ეს გურული გემოები გავაპოპულარულოთ რა და შენ გადაცემასაც რო უყურებ, ძალიან რა ვიცი, მართლა მადლიერი ვარ და ბევრ რაღაცას ინსპირაციად ვიღებ რა. და თან ცეცხლზე მომწონს რა. იმას ვამბობდი წეხან ისა მამიდაჩემს უბრალოდ უყურებდი რა შენ გადაცემას და მოვიდა მამიდაჩემი რას აკეთებს რა. სულ კომპიუტერთან ვარ, როცა ცალია, იმიტომ რომ ხამპო რაღაცას წერ რაღაცას და უყურებდი შენ გადაცემას ქათამს რო წავდი იმის მანდარინის სოუსი. სამეო შეტუტული. ხო, შეტუტული რაც მანდარინის სოუსი. გურუსული მოეწოდა ხა ქათამს უკნა. ასე და უყურე ეს რა არის ეს მანდარინის სოუსი. ხო და მამიდაჩემი მიჩვეულია ძველად რო აკეთებდნენ რაღაცას და მე უყურებდი როგორც განათებული რომ აი რაღაცა მეც მართლა მომეწონა ეგ ისა რა. იდეა და თვითონ ჩემთვისაც ეს ძველი საჭველები კი მომწონს. თუ არა ამ ძველს დაივიწყებენ. ახლა თანამედროვე სტრუქტურა და კომპოზიციები როა გემოს და მარტო ამას შესთავაზებთ, მე მგონი მიიწყება. დაიჭრდილება და მაგ კუთხით უნდა მივაწყოთ.
ძალიან კაი გიო, ძალიან გამიხარდა შენი გაცნობაც და აქ ყოფნას, ნო? სულად გესვართ, აქ შენ დღეს თუმრე და ესე მისვლა-მოსვლა გქონდეს, ნო? ერთხელაც გავაკეთოთ ერთად რაღაც. გავაკეთოთ. აი კერძი. გავაკეთოთ. მოკლედ ვიყავით ბადიშთან, წამოვიღეთ გურული სუნელი და ძალიან სასიამოვნო соуსები. ახალ ტყემას კი ვხარშავ ხა მე ჩემთან. და ახალ ტყემას ისი არაფერი არ უხდება, როგორც ახალი კარტოფილი. ახალი კარტოფილი არ მინდოდა ბაზარში მეყიდა. ამიტომ ეხა გავული ჩემ ბიძაშოს, ჩემ სიძეს, ავთანდეს გრილი რო გავაკეთეთ წინა ეპიზოდებში გექნებათ ნანახი და იმას აქვს სათბური და აქვს კარტოფილი. მითხრა მაქვს რომ აგერ მოდიოდა წაიღე რამე ინძინაო. მივალ და პატარას ამოუჩიჩინე და ახალი ტყემალი, ახალი კარტოფილი, კაი პური, კაი ყველი და კაი იქნება. აჰა, ჩამოუხსნიათ უკვე, თუ მოიხარშა და ერთაოდებ ამას. მოხარშულა ტყემალიც. კაი, მივხედავ ახლა ამას ამოვიღებ. შეუდგები საქმეს. ეგ ახლა უნდა ამოვიღო ტყემალი. საცერზე დავდო და ცოტა გაცივდეს, რომ მერე გავხეხო ხელით, თორე ახლა ძალიან ცხელია. ტყემალიც გაიხეხა. ეხა ამ გატარებულ წვანილებით შევაზავებ და მარილი, ხრეში მარილიც დავაყაროთ, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს დავიწყებ, ამას ჩამოხსნით, თორე ჩემმა მეგობარმა ოპერატორებმა მისაყვედურეს. აქ მაქვს წვენიც, ტყემლის ნახაშის წვენიც და წყალიც, ასევე მაქვს შაქარიც, რომ თუ ძალიან სიმჟავისკენ წავა, ცოტა შაქარს გავუკეთებ, რომ დაბალანსდეს ის სიმჟავე. დავიწყებ ხრეში მარილით. ამ ჩვენ მასას დავამატებ ცოტა ტყემლის წვენს, რომ გავხსნა ეს ყველაფერი და აურევ აქვე, რომ ნიორიც, ომბალოც, ქინძიც, მწვანე-წიწაკაც ერთიანი მასა გახდეს და გემოც გაუშვას. ერთიანად არ ჩაუშვებ მთლიან მასას, როგორც ვთქვი, ჯერ ნახევარს ჩავდებ. 1 კოზი, 2 სუფრის კოვს. მოღურებ. გავსვამ გემოზე. ამ წვანილების გაკეთება, სუნის წამოსვლა, გემოების ამ გაზაფხულის გემოს წამოსვლა და მზის გამოჩენაც ერთად მოხდა. რაღაცა არსებობს, მოკლედ. კაი, ახლა გავსინჯავ პირველ გასინჯვას. ცოტა მარილს დავამატებ. რახან ძალიან მჟავი არ არის, გასათხელებლად მისივე წვენს დავამატებ.
შეზავდა ტყემალი, აი მთლიანი მასა რაც მქონდა მწვანილების, ანუ რეცეპტურა რაც გითხარით, მთლიანად წავიდა 2 კილო ტყემალზე და თავისი წვენით დაიმატა და წყალით დაიმატა. აი ესე გამოიყურება. ისეთია თენ რომ გავსინჯე, ისეთია რომ აი ჭიქით ამოვიღებდი ხა და დავლევდი. მაგის დროც მოვა, ჯერ კარტოფილს შევწოვ და მე ამ ტყემალსაც გემრიელად დავლევ. კარაქი დამჭირდება, კარტოფილი და ცეცხლი. წავედით. ლურპაკი არის კარაქი, რომელიც ცეცხლზე ისე მეხმარება ცეცხლთან ურთიერთობაში. არც იწვევა, ის ძარე გემო არა აქვს დაწვისას, მაღალ ცეცხლზე ყოფნისას. რაც სხვა კარაქებს აქვს. და სასიამოვნო ნაზი და ხავერდოვანი გემო აქვს. აი ხა როგორ გადმოგცეთ სიტყვებით, ეხა აქ რა სტუნით ტრიალებს. აი ეს რაც ჩამოვთვალე ეგაა ზუსტად. შენიერია. შიშინი იქნება წყალთან ერთად. სანამ კარტოფილი შეიწევა, მე გავაკეთებ განსხვავებულ მცირედით კიტრი პომიდორის სალატს გურულის სუნელით. გიორგიმ გამომატანა, ბევრი საწებელი გამომატანა და ნელ-ნელა მაგასაც გამოვიყენებ შემდეგები წუთებში. აგერა ხო გურულის სუნელი, რასაც მინდა რომ დააკვირდეთ, ეს არის ბრენდინგი, ბადიშის ბრენდინგი, როის ჩამოი, როის მიხვა. ესე იცოდა ბებიებმა ზაფხულში არ დადეგებზე რომ ჩამოხვიდოდი, კითხავდა, ბებია ჩამოი, როის მიხვა. მაგით მას უნდოდა რომ დაიმენეჯმენტებინა თუ ერთი კვირით იყავი ყოველდღე რა პატივიეცა შენთვის. ასევე გამოვიყენებ ბერძნული ყველი არის ავთენტური, გრილზე შესაწველია ეს, მხოლოდ გრილზე იწვება და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო პირველად უნდა გამოვცადო და საჩემო საქმე არის გრილი და ყველი ერთად, საჩემო საქმეა და ამასაც დავამატებ სალატში. ხო, რა მინდა კიდე გითხრათ, რომ კიტრს რგოლებად არ დავჭრი, აი ამ ზომებად დავჭრი. აქ ერთი კიტრი უკვე დავჭერი და გეტყვით რატო. განსხვავებულიცაა და გემოებს, სუნელის გემოებს თანაბრად ინაწილებს და კარგად გრძნობ თვითონ კიტრის გემოს. კანს რა თქმა უნდა არ ვაცლი, იმიტომ რომ თავარი კიტრის გემო კანშიც აიყო. დანარჩენი უფრო წყლად მიდის. აი, ახლა დავჭრი და შევასუნელებ. კიტრი პომიდორი დავჭერი. ეხა გურულ სუნელს შევაზავებ, კიდე მშრალად აქვს ბადის გაკეთებული და ცოტა ძმარს დავამატებ და კიტრი პომიდორის სალათი არაფერი არაა, კახური ზეთის გარეშე შეც. ასე რომ ცოტა ძმარს და ცოტა კახურ ზეთს დავამატებ და მერე წავალ შევწვავ ყველს.
კიტრი პომიდორი მზად არის, ახალი კარტოფილი შეიწვა, ეხა ისეთი არომატებია, უცხოა არაფერი არა. ყველა თქვენს ოჯახში არის ეს არომატები. ყველა თქვენგანს შეუძლია ეს არომატები დაატრიალოს თქვენს სამზარეულოში. ასე რომ, ეხა შევექცები, რა ტყემალი რატომ ავიწყდებოდა ღმერთო ჩემო. ეხა ნახე, მთავარი რაც ამ ტყემალში. ისეთი გემრიელია და საერთოდაც ტყემას რომ მოამზადებ, ადამიანურად ესე უნდა გაავსო, ჭიქა ოღონდ ნათალი ჭიქა უნდა გაავსო აუცილებლად. ეს 100-იანია, ისინი 200-იანებია კიდე დიდები რო იცი. ეს იყოს ესე და ამ ჭიქით, ამ საწებლით, ამ უნიკალური ნაჟურის ტყემლის მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ და დაგვალაიქოთ რომ აი ესეთი ბევრი გემრიელობები და სილამაზე გიჩვენოთ YouTube-ის მეშვეობით. მართლა ძალიან გემრიელია. ეხლა კიდე პომიდორსაც გურულის წუნელი გახურიზეთით გავსინჯა. რა ვთქვა? როგორ უნდა აღწერო ეს გემოები, მე ვერ ხვდები. რაც ეხება ეკალას ესე გამოყენებას დეკორისთვის, არა მარტო დეკორისთვის, თავის შინაარსს აქვს, თავისი გემო აქვს. ეს უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულოსთვის სტიმული, რომ ველურად აღარ გაიზარდოს და მარტო ერთ სეზონს აღარ დაველოდოთ, იმიტომ რომ შეგვიძლია სათბურებში მოვაშენოთ, კულტურად გავხადოთ და ყოველთვის გქონდეს არა დამწნილებული, არამედ ნედლი ბეიბის რო ეძახიან ეკალა. მშვენიერია, ეხა კაი ახალი კაც ცხელია. კაი კიტრი პომიდორი, კაი ყველი, კაი ახალი ტყემალი, კაი ახალი კარტოფილი. ეგ არა.